დღეს 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო. ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას 3.513.818-ს შეადგენს. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო უბნები გაიხსნა გორის 32 საარჩევნო ოლქშიც, სადაც რეგისტრირებულია 111.784 ამომრჩეველი. გახსნილია 95 საარჩევნო უბანი, აქედან 68 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. არჩევნებში მონაწილეობას 6 პოლიტიკური სუბიექტი იღებს, აქედან 4 პარტიას ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის 2 კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე ქართული ოცნებიდან, ნიკოლოზ დოლიაშვილი ლელო ძლიერის საქართველოდან. ნომერ მე-7 საარჩევნო უბანზე ძალიან წყნარ მშვიდგარემოში მიდის საარჩევნო პროცესი. ყავს 1987 ამომრჩეველი, 12 სპეციაში და 18 გადასატანხმულზე. დილიდანვე შეიმჩნევა ამომრჩეველთა აქტივობა. ეს ყოველ წელს ყოველ არჩევნებზე ესე ხდება ამ უბანზე და პირველი ამომრჩეველი 8 საათზე მოვიდა და დააფიქსირა თავისი ნება. ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოიშორე, ასე ვთქვათ, ლამაზად დავაფიქსირე ჩემი კანდიდატები, ჩემი პარტიაც. სიკეთე, სიხარული და აუცილებელია ცვლილება, რაღაცაოდე შეიცვალოს, ცოტა ლამაზად.